მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მინდა აუცილებლად მოვიგეთ ყველა ის ადამიანის განსასწრებში ხართ პატიმრები და განსაკუთრებით უცხოეთში მყოფი ქართველი და ის ადამიანები, ვისაც პრობლემა გაქვთ, რაღაც ბედნიერება, სიხარული და გისურვებთ ყველაფერი სიკეთე მქონოდეთ და დღევანდელი ჩვენი თემა არის მთელი ცხოვრებისეული ტვირთი ჩვენი. Აი რა არის ჩვენი ტვირთი, რომ აი ამდენი განსაცდელი, ამხელა ტვირთი და ხშირად მიკითხავს ხოლმე ეს ყველაფერი, რასაც მე კითხვებს, სვავ, ყველაფერი არის ჩვენი ტვირთი. რაც უნდა ვზიდოთ ჩვენ და როგორ უნდა გადავიტანოთ. ყოველთვის სვავ ამ კითხვას ხოლმე და დღეს ყავს მამა გიორგი ჩაჩაო, რომელიც საინტერესო მიგნებებით არის ხოლმე, ყოველთვის აუქნა გამორჩეული ეს ადამიანი თავისი რაღაცა ხედვებით ხოლმე და გამოცდილებით, ასთავარია წლებით და ასე შემდეგ და გვირჩევს ძალიან ბევრ რაღაცებს, იმიტომ რომ ძიმე არის ადამიანის ტვირთი და როგორ აი ეს ტვირთი როგორ ვზიდოს ადამიანმა, ყველას რაღაცნაირად დამძიმებული გვაქვს ეს ცხოვრება, დაგლოცეთ მამაო თუ შეიძლება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა სიბზნე და სულიწმინდის მადლი მოგცეთ, იმიტომ რომ სულიწმინდის მადლის გარეშე და სიბზნის გარეშე დღეს ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება არსებობა და კიდე ერთხელ აი ესეთი მადლობა აი ამ გადაცემას, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ მოვიდეთ და დავეკონტაქტოთ ჩვენ მრევლს. ეს ძალიან სასიამოვნო ის არის უკვე. ეს რაღაც ის არის, რომ აი რომ ვერ ხედავ ვინ გიყურებს, მაგრამ უკვე დაუსწრებლად რომ გიყვარს ეს ადამიანები და უკვე რომ გაკლია ხოლმე რომ ხო ეს ურთიერთობა და აი ეს უკვე რამდენი 1-2 წელიწადია ჩვენ ასე მეტი სხვათა შორის 1-3-4 წელიწადი კი გავიდა. 4-იც გავიდა, როგორ მალე გაქვს დრო. ხო და აი მე მინდა გითხრათ რომ აი ძალიან მიხარია რომ ჩვენ აი შევიძინე აი ამდენი მრევლი მეგობარი დღეს აი ამ გადაცემის მეშვეობით და ეს ძალიან მოწონხოთ მამა თქვენი ქადაგება ძალიან მოწონდა ბევრი ადამიანი მეხმიანება ხოლმე და სხვათა შორის მეკითხებიან ხოლმე მამაო თუ სათსახურობ და მამაო ძალიან ათეულობით წლებია წმინდა პანტელეიმონ კურნალის წინამძღვარი არის ვერის სასაფლაოზე მდებარეობს ეს ტაძარი აი სევასტოპოლისკენ რო ადიხართ გოგებაშვილიდან ესასვლელი და ვისაც გნებავთ აუცილებლად მიბრძანით გაგესაუბრებათ მამაო ყველაფერზე საუბრობს ხოლმე დიახ ხო და აი და დღეს ჩვენ ცხოვრობ ძალიან საპასუხებლო პერიოდში და ამიტომ დღეს უკვე ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ რაღაც აი ზერელად შევხედოთ რაღაცებს ჩვენ უკვე ვალდებულები ვართ რომ თელ სიღრმეში დავინახოთ ყველაფერი ეს პრობლემატიკა ჩვენი მოვალეობა აი თქვენ რასაც ბძანეთ აი ეს რატო არის ეს სირთულეები საერთოდ ჩვენ ამ თემაზე უკვე ერთხელ ვისაუბრეთ ამ გადაცემაში და მაგრამ მაშინ ჩვენ ვერ მოვასწარით და ახლა თქვენ კარგად დასვით ეს კითხვა და ისე უნდა ვილაპარაკოთ მაგრამ მინდა დავიწყო შემდეგით იცით ძალიან ხშირად ჩვენი პრობლემა იცი რისგან იწყება რომ ჩვენ არ ვიცით რა გვინდა ან ვისგან რა უნდა ველოდოთ ან რა მოლოდინები უნდა გქონდეს იმიტომ რომ ყოველთვის იმედ გაცრუება მოდის ზედმეტი მოლოდინებისგან აუცილებლად მხოლოდ ზედმეტი მოლოდინები იწვევს იმედ გაცრუებას აქედან გამომდინარე აი მე ეხლა წარმოვიდგინოთ ეხლა მე რო აქ მოვედი და თქვენ რო დაუშვათ ქონოდათ მოლოდინი რომ მე სივილიური დალაქიდან ოპერა რო არის დონ ბაზილიოს არის უნდა ეხლა შევასრულო და მე რო არ შევასრულებ და ვერ შევასრულებ და თქვენ ძალიან შეწუხებული ხართ რომ მე ეხლა ვერ ვიმღერე დონ ბაზილიოს არია აქ და მე კიდე წუხდები რომ რა უნდა ამ კაცს ჩემგან გასვა მე აქ არ მოვედი ამისთვის ხო ანუ ხშირად ნუ ეხლა მე ცოტა უტრირებულად დავანახე ეს ყველაფერი მაგრამ მე მინდა გითხრათ აი მე რასაც ვაკვირდები მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ხშირად აი ეს ადამიანებს შორის ეს ხდება მაგრამ სამწუხაროდ არა მარტო ადამიანს შორის და არამედ ადამიანს და ღმერთს შორის და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და
იცით რა მდგომარეობა არის ახლა აი წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ ადამიანი არის და მას ცხოვრებაში არ უმართლებს რაღაცები ხა ხშირად ხდება და არის ძალიან გულგატეხილი თანაც როგორც მე არ საუბრობ ისეთ ადამიანზე ცოდვილ ადამიანზე რაღაც ცუდ ადამიანზე არ უმართლებს ცუდად მიდის მისი საქმეები ამ დროს ის ლოცულობს მართლობს თითქოს ყველაფერს ასრულებს ეზიარება და ცუდად არის ვერ არის კარგად და ფიქრობს რატო ღმერთმა მიმატოვა მე და ამ დროს რა ხდება იცი საქმე იმაშია რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ არის რაღაცა მომენტები როცა რატო ვარ ჩვენ ცუდად ხანდისხან ეს არის ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები მაგრამ ხშირად ეს არის ისეთი გარემოები რომლებიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული ჩვენ მაგას ვერ შევცვლით აი დაუშვათ თქვათ ეპიდემია უძლური ხარ რა ამ პრობლემის წინაშე ეპიდემია ომი ვიღაც ახლობელი გარდაგეცვალა ომი ხო შენ ვერაფერს ვერ აკეთებ ანუ რა ხდება შენ ემსგავსები ადამიანს რომელიც ზის ნავში რომელსაც მიაქვს სწრაფ მდინარეს და შენ ნიჩვევი არა გაქვს როგორი განცდა არის მე ეს განცდა მასე როცა იმაზე დავდიოდი ნიჩმოსნობაზე ერთხელ ჩავდიოდით იმაზე სწრაფ მდინარეზე და ამომივარ და ხელიდან ნიჩავი ბაიდარკაზე და წარმოვიდგინეთ აი ეს განცდა რომ ეხლა დინარეს მიყავხარ და შენ ვერაფერს ვერ აკონტროლებ აი შეხელში არა დინარები ჩადიხარ და რაღაც არასწორი ქმედება ეს არის სკოლის დროინდელი ამბავი არასწორი მოძრაობა გავაკეთე რაღაცა ზედმეტად გავთამამდი და უნიჩვოდ და აი ესეთი განცდა იცით როგორი განცდა არის აი იგივე არის აი ცხოვრებაში არის რაღაცა რომ შენ ვერაფერს ვერ აკონტროლებ რა შენ ხელში არ არის რა შენ ხელში არ არის ეს და რა უნდა ქნა და ანუ ეს გარემოები და ჩვენ კიდე გვინდა რომ ღმერთმა ეს გარემოები შეცვალოს ჩვენ სასარგებლოდ მაგრამ ჩვენ ვლოცულობთ ვეხვეწებით ღმერთს რომ ღმერთო აი ეს გარემოებები შეცვალე სასარგებლოდ ჩვენთვის და რა გამოდის იცით რომ ღმერთი კი არ ცulis ამას და ჩვენ გონია რომ ღმერთმა მიგვატოვა მაგრამ საქმე რაშია რომ ღმერთი მუშაობს ჩვენთან და ღმერთი ამ გარემოებს კი არ ცulis არამედ ჩვენ გვცulis ეს არის იმიტომ რომ თავარი ფასეულობა თავარი მიზანი ღმერთისთვის არის ადამიანი და საერთოდ მოდით ასე ვთქვათ ხო წარმოვიდგინოთ აი ჩვენ ბოლომდე არც გვაქვს გააზრებული იცით აი შეიძლება აი ბოლომდე რო გაიაზრო შეიძლება აი შეწწუნდეს შეგეშინდეს ესე იგი წარმოვიდგინეთ რა აი ღმერთი ჩვენ რო წარმოვიდგინოთ ბოლომდე ღმერთი და ღმერთმა აქ რაღაცა მისიით მოგვიყვანა ხო და ჩვენ გონია რომ ჩვენ აქ აი როგორც ის არის წარმოვიდგინოთ ჩვენ ახლა იცით როგორი სიტუაცია აი პატარა ბავშვი რო თამაშობს სათამაშოებით ველოსიპედით კატაობს და მას უნდა რომ მისი ცხოვრება ასე გაგრძელდეს სულ აბა მშობელს კითხე მშობელს კიდე უნდა რომ მიიყვანოს ჯერ სკოლაში მერე უმაღლეს სასწავლებლში მერე სადღაც და ბოლოს მისი შვილი პროფესორი რო გახდეს და იმ ბავშვს სულ არ უნდა ეს იმას უნდა თამაში. აი ეს ციცხომშობელივით არის. და ღმერთი შობელია, მაგრამ ჩვენ როგორც იგივე დიდი პატარა ბავშვები ვართ. ჩვენ გვინდა ვითამაშოთ, ველოსიპედზე ვიკატაოთ, რაღაცა კაი დრო გავატაროთ. მაგრამ კითხვა ისმის ღმერთმა ამისთვის მოგვიყვანა აქ. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ ხარ ღმერთის განკარგულებაში. ღმერთმა შექმნა ეს სამყარო, იწვალა, გააკეთა და ასე შემდეგ. ეხლა წარმოიდგინე შენ რომ ისაქნა აღშენო სახლი, პირველ სართულზე ბინა გააკეთო შენთვის, შენ გჭირდება ცხოვრება, თან ოჯახი ყავს, ეხლა ცოლი, შვილი უნდა გაგიჩნდეს რაღაცა და ვიღაცა მოვიდეს გითხრას, მოდი რა მე აქ აი ამ ოთახში, დიდ ოთახში შევიყვან ხოლმე და გარაჟს გავაკეთებ, ჩემ მანქანას იქ გავაჩერებ.
შენ ხო გაგიჟდები თქო მე ამისთვის ვიწვალე რაღაცა ბანკის ვალი ავიღე რაღაცა ავაშენე რომ ვიცხოვრო რაღაც ისაკნა და შენ აბა მოდი ეს ხო სრული აბსურდი არის ანუ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ღმერთმა რა კი აქვს ჩვენ მოგვიყვანა ესე იგი ის სათამაშოდ არ მოგვიყვანა ესე იგი მას უნდა რომ ჩვენ გავიაროთ სპეციალური გზა ამ გზას ქვია პარუსია თვით გარდაქმნა და ამიტომ ღმერთი იმიტომ აი ამ ვითარებას არ ჩვენ ხომ წარედ ლოცულობთ ღმერთო შეცვალე ეს ვითარება ეს ვითარებები ჩემს ირგვლივ შეცვალე მაგრამ ღმერთი ის არ ცვლის მაგრამ რატო არ ცვლის რატო არ ცვლის იმიტომ რომ ამ ვითარებებმა ჩვენ უნდა შეგცვალოს და გავხადოს ისეთი რომელიც ჩვენ ღმერთს ვჭირდები ხო ღვთისათვის საჭირო ხდები ხო ღმერთს ვჭირდები აი წარმოვიდგინოთ რომ დაუშვათ თქვენ რაღაცა ამ შენი ტვირთით ხო ხო შენ უნდა როგორ გავაცნობიერო აი წარმოვიდგინოთ ახლა მე მინდა რომ თქვენ გახდეთ პილოტი ხო ესე იგი თქვენ რომ მოხვალთ იქ სკოლაში ხო იმ ტრენაჟორზე შენ ჭკუაზე ვერ ივლი დავუშვათ მე ვარ ინსტრუქტორი მე ვიცი შენ რა დონემდე უნდა ახვიდე რომ შენ უსაფრთხოდ მგზავრებით სავსე თვითმფრინავი გადაიყვანო ერთ აეროპორტიდან მეორე აეროპორტამდე ხო ანუ შენი მოსაზრება იმ დროს მე სულ შენ რო თქვა უიმე უკვე ხო ვიწვალე ხო ვიშრომე რაღაცისა არა გენაცვალე არა იმ ინსტრუქტორმა იცის რა დონეც არის შესაფერისი და საკმარისი რომ შენ ასე ღირსეულად უსაფრთხოდ აი ეს ყველაფერი შეასრულო აი აქ იგივე მოვედით ამ ცხოვრებაში და ღმერთმა იცის მან იცის როგორები უნდა გავხდეთ იმ ინსტრუქტორმა იცის შენ რა დონის პილოტი უნდა იყო და რამდენი რაღაცის კეთება უნდა შეგეძლოს და რამდენ რთულ ვითარებაში როგორ უნდა გამოიყვანო თვითმფრინავი ხო იქ ქარია აი დავუშვათ ისე ჯდები და ძლიერ ქარში რო ჯდები ზურგის ქარი არის გვერდის ქარი არის შენ ყველაფერი უნდა იცოდე აი ახაც იგივე არის აქედან გამომდინარე ღმერთმა აი ეს ჩვენ კი არ უნდა ვთხოვოთ ღმერთს რომ აი ეს ვითარება ჩემს ირგვლივ შეცვალე რომელიც არასასიამოვნო არის ჩემთვის აი ზუსტად ეს არასასიამოვნო ვითარებები ქმნიან მე პიროვნებად და მე ასე მე ჩემ ცხოვრებაში რაც კი გავაკეთე მხოლოდ მაშინ როცა გავიარე თუ მე რაიმე პროგრესი განვიცადე როგორც პიროვნება მხოლოდ მაშინ როცა მე გავიარე რთულ გზაზე ხო აგერ მოდით ნახეთ რა აგრა საინტერესო მომენტი არის აი ეხლა უბრალოდ უნდა წაგიკითხოთ პავლე მოციქული რა გენიალურ რაღაცას წერს შეხედეთ რამე თუ არ არიან განზრახვანი ჩემნი ვითარცა განზრახვანი თქვენი არცა ვითარცა გზანი თქვენი გზანი ჩვენი ანუ ჩვენ რაღაცა ზრახვები გვაქვს ხო და ჩვენ გვინდა რომ ჩემი ღმერთმა თავისი განზრახვანი ესე იგი ტოლათი საქმეს გაუტოლოს ჩემ განზრახვას და ამბობს რამე თუ არ არიან განზრახვანი ჩემნი ვითარცა განზრახვანი თქვენი არცა ვითარცა გზანი თქვენი გზანი ჩვენი იტყვის უფალი არამედ ვითარცა განშორებულ არს საი ქვეყნისაგან ეგრეთ განშორებულ არს გზაი ჩემი გზათაგან თქვენთა და გაგონებანი თქვენი აი რა შეასახა აი ეს უნდა გვესწოდეს ანუ ჩვენ ძალიან არასწორად მოვედით ამ სამყაროში ჩვენ მოვედით იცით როგორ არის ჩვენ მოდით ასე ვთქვათ ადამიანი არის იცით როგორი არსება აი ბავშვობაში მიღებული ემოციები ქვეცნობიერად რჩება ჩვენ იმაში თავში აი ბავშვობაში პირველ კლასში მე მქონდა წაკითხული ბევრს ჩემი თაობის ხალხს აქ წაკითხული ასეთი ზღაპარი არის სტარი ხატაბლიჩი ის ბავშვი რომელიც
პოულობს რაღაც იმას ქვევს და იმ ქვევს გახსნის და იქიდან გამოვა ეს მხატაგვიჩი და ძალიან მადლიერი არის რომ ამდენი 1000 წლის შემდეგ გაანთავისუფლეს და იმ ბავშვის ყველა თხოვნას ასრულებს. ის რასაც არ იტყვის ამოაზრებს აქედან თმას და პროცესა. და ჩვენ ხო ეს წავიკითხეთ. ბავშვობაში. ეს ქვე ცნობიერად ჩემში დარჩა. დაილეკა და რა ხდება? მე მოვდივარ ღმერთთან და რატომღაც ქვე ცნობიერად მინდა დავაპარალელო ეს ორი ცნება და მაქვს პირიქით უფრო დიადი, უფრო გრანდიოზული სტარი ხატაბიჩი, რომელსაც მე რასაც ვთხოვ, ის იმას ყველაფერს აღასრულებს. მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ასე არ არის. ღმერთი მუშაობს ჩვენთან და ღმერთს სჭირდება რომ ჩვენში გამოიმუშაოს, ესე იგი, მოთმინების უნარი. აი ეს არის. ანუ რა ხდება? იცი, აი ძალიან ადვილი, ახლა დღეს ყველა წუწუნებს რომ აი ძალიან ცხელა და ძალიან ის არის. არა, ღმერთმა თქვა რომ უნდა გამოიმუშაოს მოთმინების უნარი ჩვენში. რატო უნდა გამოიმუშაოს მოთმინების უნარი? იმიტომ რომ მოთმინების უნარის გარეშე ხო ადამიანი აი ნახეთ არამედ შეჭირვებითაც რადგანაც ვიცით რომ შეჭირვება შეიქმნის მოთმინებას. პავლე მოციქული ამბობს თუ ჩვენ არ გავიარეთ შეჭირვება, აი თქვენ წერან რომ ბძანეთ, აი ამდენი შეჭირვება არის. აი რატო ღმერთმა დაუშვა, არ უყვარვართ ღმერთს. მაგრამ ღმერთს ესმის, იცით, რომ ეს იყო ერთხელ მე სპორტზე რომ დავდიოდი რა და ერთ ბიჭზე ქონდათ, კაი ისინი, ნუ მონაცემები ქონდათ, წყნას უნდა და ქონდა იმედი იმდენ კაი სპორტსმენი რომ გამოეყვანა და დატვირთვებს აძლევდა. ამას წინდა რომ წყნელი მე ცუდად მეკცევა. ამ დროს პირიქით პერსპექტიულ მას რაღაცა უნდა რომ გამოეყვანა მისგან. აი ასევე არის. ღმერთმა რატო ისაქნა? აი ნახეთ. აი ეს მარტო ეს რო ისავქნათ უკვე გასაგებია. არამედ შეჭირვებითაც, რადგანაც ვიცით რომ შეჭირვება შეიქმნის მოთმინებას. და მოთმინება შექმნის რას? გამოცდილებას. და გამოცდილებას როცა შექმნის, ჩვენ უკვე შეგვიძლია ეს ყველაფერი და როგორ არის იცით ჩვენი ცხოვრება? ჩვენი ცხოვრება არის როგორც აი მე მახსოვს საბჭოთა კავშირის დროს სკოლაში მეორე წელიწადს ტოვებდნენ ბავშვებს, რომლებიც ვესწავლობდნენ და მე ჩვენთან სკოლაში ერთი მე-13 წელს დარჩა. ხო და მაგრამ მაგას მე მგონი პრობლემები მქონდა გონებრივი და მასწავლებლებმა ვერ მიხვდნენ და წყვილად აწვალეს და მე-13 წელიწადს დატოვეს და ასე შემდეგ და ჩვენ დავეციეთ მას და 13 წელი ჩვენზე დიდი იყო. ხო და რატო ტოვებენ? აი იგივე ხდება ჩვენ ცხოვრებაში ჩვენზე. ანუ ღმერთი როცა მოგვავლენს ჩვენ რაღაცა გამოცდას, თუ ჩვენ ამ გამოცდას ვერ ჩავაბარებთ, ის მეორედ იგივე გამოცდაზე გვიშვებს. აი როგორც ებრაელები 40 წელიწადი უდაბნოში ატარა, ხო? მამაო, ჩაბარებაში რას გულისხმობთ? ჩაბარება აი დაუშვათ შენ არ გაქვს მოთმინების უნარი და შენ ღიზიანდები ადამიანების აი დაუშვათ ვიღაც ადამიანები შენში გაღიზიანებას იწვევენ, ხო? ძალიან კარგი. სანამ შენ არ მოახერხებ და აი ეს ადამიანი რომელიც შენ გაღიზიანებს, შენ არ მოერევი ამ გაღიზიანებას, სულ შეგხვდება. სულ ასეთი ადამიანები შეგხვდება, აი მეორე წელიწად მესამე და გვიწევს ისა და გადის დრო. და იმისის რომ შენ კლასიდან კლასში გადახვიდე და აი მარტივი რაღაცის გამო დავუშვათ ახარ ადამიანი რომელიც ვერ ეგუები რაღაც ადამიანებს და ახლა ჩვენ და გვესმოდეს რომ ყველას აქვს თავისი რაღაც სისუსტე და ვერ ვეგუებით და მალე ვღიზიანდებით მოყვასზე. იცოდე რომ სანამ შენ ამ გინდა განკითხვა, გინდა ეს ანუ ნებისმიერი ჩვენი აი ეს სისუსტე თუ ჩვენ არ ესე იგი დავძელით, ხო? მე ისევ დაგვაბრუნებს. ისე ვერ ერევიან მამა, აი ყველაზე მაგრამ მაგას ვერ ერევიან. ხო, და აი რა უნდა, ანუ ერთ წრეზე ტრიალებს ხო ადამიანი. ამიტომ შენ უნდა ნახობა და ამიტომ აქ ზუსტად აი წერან რომ წავიკითხე, რომ მოთმინება შეჭირვებაში, მე შეჭირვებაში როცა შევდივარ, აი ამ იმაში, შეჭირვების ზონაში.
მე კი არ უნდა დავიწყო წუწუნი კი არ უნდა დავიწყო არამედ უნდა ვისწავლო ის არის მოთმინება უნდა გამოვიმუშაო ჩემში და ამის გადატანა ხო მე აი საერთოდ უკვე ბავშვობიდან ბავშვობაში ცოტა პატარა რო ვიყავი მაგრამ სადღაც უკვე მე-6-7 კლასიდან ერთხელ არ მიწუწუნია რომ ზაფხულში რა სიცხე არის აი წეღანი ხა მაგაზე ეხა უნდა თქვათ ეგ რა თქვენ რო თქვით რომ რახაც ღმერთმა ეს დაუშვაო ესე იგი ჩვენ ამას ავიტანთ რა კი ღმერთი არასდროს არ დაუშვებს ისეთ განსაცდელს რომლის გადატანა ჩვენ არ შეგვიძლია მე უთხარი რომ ძალიან ცხელა მეთქი როგორ გადაგავს არაფერი უბრალოდ არ უნდა მიაქციო გადაქონდა უბრალოდ მამაოს ეხა როგორ ის არის ფსიქიკა არ უნდა მიაქციო ყურადღება უნდა მოთმინება უნდა გქონდეს რაც უფრო მეც იწუწუნებ მით უფრო მეტად ის სიცხე შეგაწუხებს ხო და მამაოს ხოთაშორის ეს მინდა ყველა პატიმარს წხვეჩი მყოფებს იმ ადამიანს ვინც სამონტყოფოში არიან ხო მამაო ხოთაშორის თქვენ ახსენეთ წეღა რომ აი ღმერთს უნდა ვთხოვოთ თუ რაღაცა ერთი მიმართულებით განვითარდეს ეს ტკივილი იქნება თუ რაღაცა იმიტომ რომ ბევრი მიმართულებით რომ განვითარდეს შეიძლება იმ გაკვეთილიდან ვერც გამოიტანო შინაარსი და თან კიდე ვერ მოიცალო წუხილისთვის და ყურად რო იღო ის გასაჭირი იმისათვის იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე მამაო აი წარმოიდგინეთ მატერიალური შეჭირება ისა რა ქვია იქ აქვს ფიზიკური შეჭირება იქ რაღაცა ხო ხდებით 1000 პრობლემა და უკვე ვეღარ ერევიან ამ ყველაფერს და ვერ იტევს ადამიანი სადაც აუცილებლად მე ღმერთი ერთვება აი თუ შეიძლება მამო აი როგორ უნდა გქონდეს იმის იმედი რომ აი კი თქვენ რასაც ამბობთ ჩვენ ვერ უძლებთ მართლა მაგრამ ღმერთი რო გადაგვატანინებს აი ეს იმედი როგორ არ დავკარგოთ მამო რა არის იცი უბრალოდ უნდა გამოიმუშაო შენში ნებისყოფა მეტი არაფერი თან ეს შეჭირვებით მოდის და რა ლოცვით ანუ მე რო ვილოცო და თქვა რომ ღმერთო მომეცი მე ნებისყოფა მომეცი მე მოთმინების უნარი ხო არა ღმერთი არ მომცემს მეს უნდა შევიძინო შრომით მე უნდა შეჭირვებაში გავიარო და იქ ვისწავლო ის უნდა შევიძინო ხო პრაქტიკულად უნდა შევიძინო როგორც ინსტრუმენტი არის აი როგორც ადამიანი ცით როგორი არის აი როგორც იმას ფანქარს აიღებ და გათლი იმას ხო და მისცემ სათანადო დონეზე წვრილად აი ასე მიმდინარეობს ადამიანის გათვლა როგორც უნდა რომ შენით რაღაცა დახატოს ზუსტად ისე გაგთლის იმ დონეზე იმ სისქეზე გთლის ღმერთი აუ რა მაგარი მაგალითია მამაო სწორი არის რა და ეს ცხოვრებისეული ისინი მამო ისე სხვათა შორის მამო ჩვენ ადამიანები რომ ჩვენ თავს უშავებთ ამდენს ჩვენ ირგვლივმყოფი ვერავინ ვერ გვიშავებს იმიტომ რომ ყველაზე ცუდი რა არის ირგვლივმყოფმა შეიძლება დაგიშავოს მაგრამ შენ თუ ამას ვერ გადაიტან შენ უფრო მეც უშავებ შენ თავს ვიდრე ისინი რო გიშავებენ რა იმიტომ რომ ხშირად ხდება შეიძლება ვიღაცამ გამოკეტოს ვიღაცამ დაგიშავოს ვიღაცამ რაღაცა შეურაცხყოფა მოგაყენოს მაგრამ ყველას დიდი მტერი მაშინ იქნება შენი თავის როცა შენ ამ ყველაფერს ვერ დაიტევ იმიტომ რომ ესე იგი შენ ღმერთის იმედი არ გაქვს რომ ეს ყველაფერი შენში ჩაეტევა ხო და ამისთვის მოდით გავიხსენოთ ახლა იმის ისა რა ქვია ძალიან კარგი მაგალითი არის იოსები ო ძველი აღთქმის იოსები არ არის იოსებ არიმათელი არამედ ძველი აღთქმის იოსები წარმოიდგინეთ ახლა ამ ადამიანმა რა გადაიტანა ჯერ ბავშვი იყო და საკუთარმა ძმებმა ჯერ მოკლა მოინდომეს მერე ბოლოს მაინც შეეცოდა და რაღაც ორმოში ჩააგდეს მერე გადაიტანა მონობა მერე გადაიტანა მციხე თქვენ რა გონიათ აი ამ მდგომარეობაში არ ლოცულობდა იოსები არ სხობდა ღმერთო მისცე მაგრამ ეს ყველა მისი უბედურება 10 წლის განმავლობაში გაგრძელდა და მეტი ესე იგი 10 წელიწად ის ლოცულობდა და წარმოიდგინეთ დარწმუნებული ვარ ჩვენზე აქტიურად ლოცულობდა იმიტომ რომ ჩვენ ორმოში ჩაგდება და მონობაში გაყიდვა არ გვაქვს გადატანილი ხო და აი ის როგორ ლოცულობდა მაგრამ რა მოხდა მაგრამ საბოლოო ჯამში მან მიხვდა რისთვის ამზადება მას ღმერთი და როცა მე აი ფარაონმა რო გამოიძახა და ეს სიზმარი და მე და თქვენ იცით რომ
თავის ძმები რომ მოვიდნენ და აუ მე რო ჩადის გამარჯვება ხო რო ჩამოიყვანს ყველა ელოდება რომ ეს უბედურ დღეს ჩააგდებდა და რამ ხელა არა პირიქითო იქო ყველგანო აი მეო გეხოცებთ აი მაგას დეტალურად თუ მოხდა ხო ანუ რა ხდება რო ბრუნდება მე ამ თავის ძმები კი არა მტრები იყვნენ ფაქტობრივად ამ ტერს როგორ ექცევა უბრალოდ დაუკვირდით რა ხო და რა შეუბნება მათ იცი ხო რომ თქვენო რა შუაში ხართო ესო ღმერთმა ინება რომ ასე უნდა მომხდარიყო და რაც მთავარია ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ყველა იმ უბედურებაში ღმერთი აკონტროლებდა ამას ყველაფერს ღმერთის დირიჟორობით მიმდინარეობდა ეს და იქ წერია და ღმერთი იყო იოსებთანო ვიღაცა უნდა თქვას ვიღაცას გონია რომ ღმერთი მასთან არის ვისაც აქ ეხლა დიდი ბიზნესი კაი აგარაკები ეს ისა დადიან სადღაც და უცბად წერია რომ ღმერთი იყო იოსებთან როცა იქ სატუსა ყველაფერი რო გამოიარა წარმოგიდგენთ აი იქ ხო და რატომ და აქ იცით საიდან უგებულობ ჩვენ აი ღმერთი რას გვეუბნება იერემიას სიტყვებითო თქვენ ხართო თიხაო მე კიდე ვარ მეკოთნეო და მე უნდა თქვენგან გავაკეთო ის იმ ფორმის ქოთანი რაც მე მჭირდება მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ეს არ უნდოდეს შესუნდოდეს რომ ჩამოხდეს იმიდან თიხის ტარიდან გადმოხდეს და არის აქდას მაგრამ არა ჩვენ უნდა როცა ჩვენ უნდა იმდენი ტვინი ვიქონიოთ რომ ღმერთს მივცეთ საშუალება რომ მან იმოქმედოს ჩვენზე ის ან იმოქმედებს ჩვენზე ანუ ან ჩვენ ვიქნებით საჭირონი ხო ან ჩვენ ვიქნებით ის თიხა იმ ქოთანზე ან და აი ეს იგივე ის გვეუბნება იერემია წინასწარმეტყველენ ორი ისა გვაქვს ჩვენ ან ვიყოთ აი ის თქოთანი ის თიხა რომლისგანაც ღმერთმა ის ქოთანი და გამოიყვანს ან და ჩვენ ვინ ვართ ქურდობთ კაცის კვლელობთ მრუშობთ ცრუთ იფიცებით ბაალს უკმევთ ნუ ბაალი ეს არის წარმართი ღმერთი და დღეს თქვენ გონია რა არ არიან ესენი ბევრი ჩვენში რომელიც ეკლესიაშიც დადის იგრას იმას ვასკვარ მრიცხველობასაც მიყვება კიდე ისა შიგადაშიგ მოლასთანაც გაიგრბენენ გაჩიანში ხო ბაალს უკმევთ მისდევთ უცხო ღმერთებს რომელთაც არც იცნობთ აი ესე უთხრეს რომ აი რაღაცა ის არის ზოგი იწევს იქ იმას კრიშნაიტობას ზოგი რაღაცას ხო და თან ქრისტიანობაც უნდა და ნახეთ მე რას უნდა მე კი მოდიხართ დგებით ჩემს წინაშე ამ სახში რომელიც ჩემი სახელით იწოდება და ამბობთ გადავრჩითო რათა კვლავ აკეთოთ ყველა ის ისაძაგლე აი ეს არის ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც კი დადის ტაძარში აკეთებს იმას ამას ყველაფერს მერე მოვა ტაძარში წეს უიმე გადავრჩი აგერ ისა ღმერთმა მაპატია მერე ისევის მეორდება და ასე შემდეგ ხო ამიტომ ჩვენ უნდა ნათად გვესმოდეს რომ ჩვენ გვაქვს ორი ალტერნატივა ან ჩვენ უნდა მივყვეთ აი ამ გზას ან უნდა ჩავაბაროთ ჩვენი თავი ღმერთს და გავიაროთ ის ტკივნეული პროცედურები. ეს დაახლოებით მე მახსენდება, ეს რა თქმა უნდა, ეს ხომთლად ქრისტიანული არ არის, მაგრამ აი შეიძლება შევადაროთ, მგონი მაინც ცუდი შედარება, როგორც ადამიანს პლასტიკურ ოპერაციას რო უკეთებენ. ამ შემთხვევაში დავუშვათ ადამიანმა ხანძრისგან დაზიანდა რაღაცისა და მას მერე უკეთებენ პლასტიკას, რომ აი სახე რაღაცას კანი სხეულის სხვა იმიდან გადაუტანონ ეს კანი დამწვარი და ასე შემდეგ, ხო? აი დაახლოებით ესეთი პლასტიკური ოპერაცია ტარდება ადამიანზე. ჩვენ ამისთვის ვართ აქ მოსული. და ჯობია რომ ჩვენ ამ პროცესში ვიყოთ.
აი მაგი ეგ კითხვა მინდოდა სხვათა შორის მამა მაგის მინდოდა აი თუ შეიძლება რამდენად უნდა მამაო შეგვიძლია რომ გავექცეთ აი ხო ის და ადამიანს ათხარო იმისი არ იყოს აი რამდენად შეგვიძლია რომ ავერიდოთ იმ ტკივის იმ ტვირთს ხო ვის ძალიან კარგი ძალიან კარგი თუ არის მაგის შანსი აი ნახე ძალიან კარგი ძალიან კარგი აი შეხედეთ გავიხსენოთ ისტორია იუდას შვილები ეს მამა აბრაამი ისააკი იუდას შვილები ესე იგი მოუყვანა იუდამ ერი კიდე ასე მას ყავდა ძალიან ცუდი შვილი იუდას შვილი რომელიც იყო აი ესეთი ქვასავით არავინ არ უყვარდა არაზვიმად კეთილად არ ექცეოდა არაფერი აი როგორც ქვასავი დადიოდა ყველა ზულდა ვიღაცა ცუდი თუ დაემართებოდა უხაროდა იუდა შვილი იყო რა ამართლებდა ხო მაგრამ ის კარგი იუდა იყო ზუსტად და ამ დროს იუდა იყო ერთ-ერთი საპატივცემო პიროვნება იმ დროს იქ ისრაელში და ყველა ცდილობდა რომ რაკი მისი შვილია რაღაც ანგარიში გაეცია და პატივეცა და ბოლოს იუდამ თავის ამ შვილს ყერს თავის პირმშოს ცოლი სახელად თამარი მიუყვანა და იფიქრა და ეს თამარი ძალიან ესეთი გონიერი ქალი იყო რაღაცა და იფიქრა რომ ის ქალი ცოტა იმას იზავს შეარბილებს რაღაცას ხო შეარბილებს ჯერ იმიტომ რომ ესე ქვასავით იყო ვარგისი არ მოსდიოდა თვალში უფალს ყერი იუდას პირმშო და მოაკვდინა იგი აი ხედავთ ღმერთს პადგა და მოაკვდინა იგი ანუ ჩვენ ხედავთ რომ ჩვენთან მუშაობდა ღმერთი იმასთანაც იმუშავა მაგრამ რომ ნახა რომ არაფერი არ გამოდის მოაკვდინა მერე რა მოხდა ეხლა იუდამ უთხრა თავის მეორე შვილს უთხრა იუდამ ონანს თავის მეორე შვილსო შედი შენი ძმის ცოლთან ექვრემას და თესლი აღუდგინე შენს ძმას ებრაელებს ასეთი წესი ხო ვიცი გადადიოდა ეს ხო რომ თუ უფროსი ძმა მოკვდებოდა შემდეგ ძმას უნდა აღედგინა თუ ის უშვილო წავიდოდა რომ ესენი მემკვიდრე ისოდა და ნახეთ იცოდა ონანმა რომ მისი არ იქნებოდა ეს თესლი და როცა შედიოდა ძმის ცოლთან მიწაზე ღვრიდა მას რომ ძმისთვის არ ვერ გაიგებენ ხა ხალხი ისე რომ მისთვის არ მიეცა თესლი ანუ ესე იგი რომ არ გამოვლებულიყო და არ მოეწონა უფალს მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა აი ხედავთ აი ჩვენ ამდენი ადამიანები ხო მუშაობდა აგერ იოსებთან აგერ იმასთან აგერ რა ავიღოთ მოსე ხო ყველა დიდმა ადამიანმა გაიარა ძალიან რთული გზა მოსე თავიდან იყო ძალიან ისეთი ფეთქებადი და ძალიან ისეთი ბრაზიანი ხო მაგრამ მე 40 წელიწადი რო იარა ნახეთ როგორი თავდაბალი გახდა ანუ ნახეთ ორი შემთხვევა ეს ონანი და ეს არის იმიტომ რომ ეს ონანიზმის ცოდვა აი დღეს მაკედან მოდის და მან მოკლა ეს ონანი ხო ანუ ჩვენ გვაქვს შემთხვევა როცა ღმერთი მუშაობს ადამიანზე რომელიც ხედავს პოტენციალს ხო თulis იმას და როცა და ღმერთს პარკას რომ ღმერთმა ვიღაცაში ჩვენთაგანში დაინახოს რომ აქედან აღარაფერი არ გამოვა всё აი წარმოიდგინე რომ ღმერთიც რომ მიხვდება რომ ამისგან აღარაფერი არ გამოვა და ჯერ ერთი ძმა მოვთან იუდა იყო მამა აბრამის მესამე მეოთხე თაობა იყო ხო ეს ის იუდა არ არის რომ არის ის იუდა არ არის ეს არის მამა აბრამი ისააკის და ესენი ეს იყო ის იუდა ხო ეს ძველი აღთქმა ხო ძველ აღთქმაში და თქვენ წარმოიდგინეთ აი ეს არის ამიტომ ჩვენ უნდა გვიხაროდეს როცა ღმერთი ჩვენთან მუშაობს ესე იგი ღმერთმა დაინახა ჩვენში რაღაცა პოტენციალი და ჩვენ უნდა რა თქმა უნდა მასთან ერთად გავიზარდოთ მის ხელში და ღმერთის მეთვალყურეობის ქვეშ ესე იგი ადამიანი ვინც გადის რთულ გზაზე
ის არის ღმერთის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იმიტომ რომ ღმერთი მასთან არის, ვისაც უჭირს, როგორც აი ჩვეულებრივად შობელი ხარ, რომ ხედავს ოშვილს უჭირს, აუცილებლად მასთან არის. და ის ხო, აი ის უნდა ვიცოდე ხა, თავიდან რომ ვიხსენიებ ხოლმე იმ ადამიანებს, ხო, აი ყველამ გეხვეწებით იცოდეთ, რომ აი აუცილებლად ღმერთი თქვენთან არის ძალიან, აი ყველაზე მეტად ყურადღებით თქვენთან უფრო არის, ვიდრე ვიღაცა სხვასთან, რომელსაც გონია, რომ რაღაცა და წარმოგიდგენთ ხა, ღმერთი თუ იქნება თქვენთან ყველანაირი გასაჭირი და ეს ტკივილი და იმის დატევა ღირს, ხო, ნუ გამონაკლისი არის იშვიათი რაღაცა, მაგრამ დაანჩენი ერთიანში უბრალოდ ჩვენ საქმეში აუცილებლად ღირს ღმერთთან ერთად ყოფაში შეიძლება რომ აი ეს ტკივილები აიტანოს და დაითმინოს ადამიანს. აი ნახეთ რას ამბობს პავლე მოციქული, ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის. აი ეს არის. აი რა უნდა ჩვენგან? ჩვენ უნდა იყო ღმერთი ელოდება რომ ჩვენ დავემორჩილებით, დავეთანხმებით იმ პროცედურებს, რომელიც ის ჩვენზე ატარებს. და მაშინ ჩვენ გავივლით იმ პარუსიას და მივახცევთ იმ დონეს, რა დონეზეც ადამიანი უნდა იყოს და რანაირად ის ღმერთს სჭირდება. იმიტომ რომ ეს გასაჭირი, იცით, მხოლოდ გასაჭირში ვითარდება ადამიანი. მხოლოდ გასაჭირში. ხო, სხვანაირად ვერ განვითარდება. სხვანაირად ვერ განვითარდება ადამიანი. და რაც მთავარია, აი ახლა ყველაზე რთულ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ ეს წერია რაღაცებაში, რომ ეს ჩემი გამოგონილი არ არის და თქვენ უნდაო, ანუ როგორი მოთხოვნა, თქვენ უნდა ქრისტესო დაემსგავსოთ. ქრისტეს მსგავსნი უნდა გახდეთო. აი რაც გეუბნება მოციქული. აბა ეხლა თქვენ მზად ხართ რომ ქრისტეს მსგავსი რო გახდეთ. ან რამდენი ცხოვრება დაგჭირდება რომ ჩვენ გავხდეთ ქრისტეს მსგავსნი? ერთი არ გვეყოფ. ხო, მაგრამ ეს უნდა გავიაროთ. ეს უნდა მოვახერხოთ. ამიტომ შეიძლება მე დღეს ცოტა დავძაბე მსმენელი და რაღაცა რთული ძალიან მაღალი თამასა დავაყენე ახლა რომ ხო, აი წარმოიდგინე ადამიანი დღეს ასე გაჭყლეტილი აი ამ ცხოვრებით ყველა მხრიდან მოდის, არ იცის თავს როგორ უშველოს და თურმე ამ დედამიწაზე იმყოფება იმისთვის, რომ გახდეს ქრისტეს მსგავსი. ხო? ვერ დააჭერებ ხა იმ ადამიანს, ვინც ძალიან ვერ დააჭერებ, მაგრამ რა კი მოციქული ამას გვეუბნება, ესე იგი ეს ასე არის, ასეთი მოთხოვნა არის. და ამიტომ არის რომ ჩვენ აღარ აგვაქვს დრო, რომ რაღაცა სხვა უაზრო რაღაცები დავკავდეთ. ზუსტად. ჩვენ უნდა დაუკვირდეთ რომ ჩვენ აი რა ბრძოლაში ვართ შესული, იმიტომ რომ რა არის იცით და ყველაზე მთავარი რა არის იცით, როცა ზოგი ადამიანი აი რისგან მინდა გავაფრთხილო აი ეს ხალხი რომ როცა ადამიანი ძალიან ბევრი ადამიანი შედის აი ასეთ გასაჭირში, ის ვერ ხვდება რა ხდება მის თავს და ის ბოროტდება. მაშინ ღმერთზე წყენა ვითარდება. აკეთებს ყველაფერს ისე ბოროტი მამაო, რომ ღმერთს გავანაცხადებს და მოქმედებს და ამბობს რომ აი შენ ნახე. და ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და მეუბნებოდა რომ აიო მე რომ აი ამ გასაჭირში ვიყავი, სად იყო ღმერთი? არა, აი როგორც იოსებთან. ღმერთი სულ იყო მასთან. ხო, რას პასუხობთ ხოლმე მამაო, აი მაგ დროს, აი მაგალითად ადამიანი მოვიდა და გეუბნება რომ აი ნაწყენი ვარ, იმიტომ რომ მე რომ მიჭირდა, ან აი როგორ მომიკლა ვიღაცა სიტყვაზე. იცით როგორ მე რამე გითხრათ, აი ხლა პირად ჩემ თავზე გადავალ რა. დიახ. აი ესე იგი წარმოიდგინეთ რომ მე რომ აი ამ ბევრ აი ასეთ რთულ იმაში არ გამევლო, მე ხლა იქნებოდი აი აქ თქვენს წინაშე ჭირდებოდა სრული ბალვანი. ყველაზე დიდი მადლობა ღმერთს, რომ ის ყველა ის გასაჭირი, რაც მე გავიარე, დღეს მან მომცა იმ ხასიათის ის სიმტკიცე და იმის უნარი, რომ მე დღეს შევძლო და ღვთისნება შევასრულო. ჯერ რა თქმა უნდა, იმის არ ვარ მზად ბოლომდე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ აი ამის გამო. აი ეს მოხდა. იმიტომ რომ
იცით რა, თითქოს ღმერთმა აი როგორც მოზაიკასავით აგროვებდა ჩემში. აი რაღაცა პრობლემა, რომელიც დავუშვათ როდისღაც დავძლიე, რაღაცა პრობლემა. მე აი ამ პრობლემის დაძლევა, ხო? მომცა მე საშუალება, რომ მე დღეს სულ სხვა რაკურსის პრობლემების დაძლევა შემიძლია. იმიტომ რომ მე ვიცი უკვე მისი ფორმა, როგორ უნდა მოერიო, ხო, როგორ უნდა გააკეთო. წარმოვიდგინეთ, რომ დავუშვათ ადამიანმა იცის, როგორ უნდა აშენოს აგურიდან კედელი. ეხლა თუ ისე მოხდა საშუალება, მოხდა ისე რომ მოუტანეს ბლოკი, ხო? მან რო უკვე ბევრჯერ აქვს აგურიდან აშენებული კედელი. არ იქნება უცხო. უცხო არ იქნება მისთვის რომ ბლოკიდან აშენოს კედელი. და მე მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი ღმერთი ნელ-ნელა მომზადებდა. აი მე მინდა გითხრათ რომ როდესაც მე მორწმუნედ ყოველთვის ვთვლებოდი, მაგრამ აი აქტიურად 79 წელს მოვედი ეკლესიაში და როცა აი გავიგე რა ასკეტური მომენტები მოეთხოვება ადამიანისგან, რომელიც თუ გინდა შენ ეკლესიის წევრი იყო. მე მეუთხარი, ეს ყველაფერი მე უკვე სპორტში მაქვს შეძენილი. ანუ მთელი ეს წლები ასე მიცხოვრია. მე პრაქტიკულად არავითარი კორექცია არ მომიწია. უბრალოდ მიზანი სხვა იყო, მაგრამ ეს ქმედებები ეს რაღაცისა, ხო? რაც კი დავუშვათ ქრისტიანობაში იგზალება ეს ყველაფერი სპორტიდან თურმე იგივე იყო, მოთხოვნები იყო, ხო? ვინც აი ესე და მე ისეთი ადამიანი ვარ, თუ სადღაც ვარ, ვცდილობ რომ გულწრფელად შევასრულო ეს. ამიტომ მე ეს მომეცა. მე თითქოს ხო ვიფიქრებდი, ადამიანი ახლა ახალგაზრდობაში მონასტრებში არ დადიოდა. მაგრამ აი სპორტმა იგივე თვისება მომცა. ღმერთი გაგატარებს, იცით როგორ? აი ისეთ რთულ ლაბირინტებში გაგატარებს, რომ შედიხარ და გონია რომ იქიდან გამოსავალი არ არსებობს. და გატარებს იმ ლაბირინტებში და გამოგიყვანს მაინც. თვისება, რომელიც მამაო ეკლესიის გარეშე მე ეს თვისებები უკვე კვდება, ხო? ეკლესია კიდე ამ თვისებებს ხო, მე უკვე სულ რომ არ ყოფილი აი ტალანტების ამბავია რა. სულ რომ მე ისე ყოფილიყავ, რა თქმა უნდა, ეს ჩაკვდებოდა, მაგრამ ეს იყო როგორც აი ნერგივით, პატარა ნერგივით იყო შენში. მოგცა, ხო, რაღაცა, გინდა სკოლაში რაღაცას რო სწავლობდი, შეიძლება ბევრი ისეთი საგანი ისწავლე, რომ ის არ იყო, აი დავუშვათ საბჭოთა კავშირის ისტორია იყო, რაც ხუთებზე სწავლობ, მე ვფიქრობ, რაში დროს ხარჯებდი, აბსოლუტური სისულელე იყო, ბევრი რაღაცა იქ. მაგრამ და ტყვილი იყო და ეხლა ვგებულო, რომ თურმე ეს ასე იყო, ის ისე იყო, ეს ასე იყო და ის ისე იყო. ხო გამოგადგათ, მაინც აი მამო, სხვადასხვა აი ბოლო 5 წუთია და აი მაგაზე მინდა კითხოთ, რომ ბევრი უაზრო რაღაცა შეიძლება გამოიყენო აზრიანად. რა თქმა უნდა. ხო, აი ხა შეიძლება მართლა ვიღაცა მოგატყოს, რომ აი ეს არის და შეხვიდე შეცდომაში, მაგრამ თუნდაც იმაში გამოგადგეს, რომ მე შემდეგში როგორ არ უნდა მოტყულდე. ანუ რაღაცა ფუჭად არ დახარჯოდ, რომ ან სხვა როგორ არ უნდა მოატყუ. ბევრი რაღაციდან შეგიძლია ბევრი რამ ისწავლო, მამა. სხვათა შორის არის ასეთი ის არის ისტორია არის რომ როცა ხდება ორი ადამიანი, რომელსაც ერთს აქვს გამოცდილება, მაგრამ არ აქვს ფული. მეორეს აქვს ფული, მაგრამ არ აქვს გამოცდილება. როცა ისინი დაშორდებიან, ვისაც ჰქონდა გამოცდილება, ის მიდის ფულით და ვისაც ჰქონდა ფული, ის მიდის ფული უკვე აღარ აქვს, იმიტომ რომ იმაც აიღო, ის მიდის დიდი გამოცდილებით. ხო, იმიტომ რომ იმან უკვე წააგა მართლა რასწორ. ხო, ამაში ასე რომ ეს გამოცდილება, ეს სულიერი ცხოვრება, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთმა იმიტომ კი არ მოგვიყვანა ჩვენ, რომ აი ესეთი ძალიან თხელი ქრისტიანობისთვის, აი რაღაცა გარეგნული ქრისტიანობისთვის, იმიტომ რომ აი ეკლესიაში ადამიანი სწორედ მოდის, დგება, იცის, როდის უნდა პირჯვარი გადაიწეროს, როდის უნდა თავი დახაროს, როდის უნდა კურთხევა აიღოს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ ადამიანს არ აქვს შინაგანი ღრმა განცდები და ის ყოველწამიერად არ იცით როგორ არის? აი ადამიანი უნდა დაემსგავსოს კომპასს.
აი კომპასი როგორც უნდა მოატრიალო ხო, ის ჩრდილოეთის ხარეს აჩვენებს ყოველთვის ხო აი იგივე ადამიანი შენ უნდა გახდე ისეთ არსებად რომ აი როგორც რაც არ უნდა აკეთებდე საით არ უნდა დატრიალებდე რაღაცა შენ უნდა ღმერთისკენ იყო შენ სულ ღმერთს უნდა ეძებდე აუ ზუსტად რა განსაცდელიც არ უნდა რაც არ უნდა იყოს განსაცდელი იმიტომ რომ უნდა იცოდე რომ ღმერთი არ მიგატოვებს და რაც თავარია ამ განსაცდელისგან ჩვენ უფრო გაძლიერებულები გამოვალთ თავარია ყერის და ონანს არ დავემსგავსოთ მართალი ბზნად აუ ძალიან საინტერესო რაღაცა თქვით ეხლა მართლა არ უნდა შეგარყიოს რაღაც პატარ-პატარა აი კომპასი როგორც გინდა იტრიალო როგორც რომ იცის მაინც იქითკენ აი შენში უნდა იყოს კომპასი შინაგანი კომპასი რომელიც სულ იცის ღმერთი სად არის ღმერთი სად არის ჭეშმარიტება სად არის გრძნობა უნდა კონდეს ამისი და იყავი ღმერთთან და ღმერთი იმუშავებს შენზე და აი ამ მთელი გასაჭირიდან გამოგიყვანს ძლიერ პიროვნებას არ ამთხლეს აი წარმოიდგინე ადამიანს რომელმაც სირთულები არ გაიარა გასაჭირი არ გაიარა არაფერი ხუთი მოსამსახურე სულ ყავდა სახლში და აი ასე იწვა იმ იმაზე ერთხელ და ძანებებს გასცემდა აქეთ იქით ვიღაცებს აი წარმოიდგინეთ ის პიროვნება რა არის და ვინ არის ხო და ადამიანი რომელმაც გაიარა ძალიან ბევრ განსაცდელში ისა იცის ყველაფრის ფასი გამარჯვების ფასი გემო რო იცის ის არის ბრძოლა ბრძოლის ყველაზე ესეთი მთავარი ის არის მომენტი როცა გამარჯვების გემოს შენ იგემებ და უკვე ეს გემო რო იცი მე სულ გინდა რომ კიდე ეძებ იმას ეს ხოიცა თან არ გაშინოს ეს როგორ პატარა ბავშვები რომ მოატყულეს იქ რო კამფეტი რო არ ეჭამათ დაწერეს წარე პილპილი ბავშვებმა მაინც შეჭამეს და მე მთელი ცხოვრება ეძებდნენ წარე პირპილი სათარი გემრიელი კამფეტი იყო ხო და აი ასე არის შენ როცა იცი რაღაცის გემო როცა გაქვს ხო პირში უკვე შენ გინდა რომ ეს გემო გამეორდეს ამიტომ ადამიანი ჩვენი ცხოვრება აგებულია როგორც კიბესავით არის შენ რომ ერთ გამარჯვებას მიაღწევ ეს არის იმის საშუალება რომ მე შემდგომი გამარჯვება იგემო და ნუ გეშინიათ აი მე ისე აქ ვარ მე მიძლევია წუთის ოფელი ხო როგორი ნათქვა და ნუ გეშინიათ მე ვარ ღმერთი რომელმაც გატარე აი ამ უდაბნოშიო გაჭამე გასვიო მანანა მოგეცით რომელიც შენ მშობლებმა არ იცოდნენ და მოგიყვანეთ თქვენ ხო და ამიტომ აი 40 წელიწადი უდაბნოში ძალიან რთულ პირობებში ატარა ღმერთმა და თან ღმერთს უხარია რომ რაც უფრო ძნელი ამოცანა არის ამ ძნელ ამოცანას ღმერთი რო გამოიყვანს უფრო მეტად მისი ძალა გამოჩნდება ეხლა ადამიანი რომ მოვიდეს 10 კილოგრამიან გირს რო აწევს ხო ნუ ვერ გავიგებ ნუ ძლიერია ხო 10 კილოგრამ წევს მაგრამ კაცი რომ მოვა და 200 კილოგრამიან შტანგას რო აწევს მე მიხვდებით მართლა რა ძლიერია ის პიროვნება აი ესევე ღმერთი რთულ ამოცანებს აყენებს იმისთვის რომ იმ რთული ამოცანებიდან რომ გამოგვიყვანს რომ ნახო და მიხვდეთ ჭეშმარიტად მისი ძალა შევიგრძნო იმიტომ რომ ადვილია თქვა რომ ღმერთი ძლიერია, მაგრამ აი ზალა რო შეიგრძნო შენი სხეულის ყველა უჯრედით. აი ეს არის ის, როცა აი ამ ქარცელში გაგატარებს და გამოგიყვანს. ძალიან დიდი მადლობა. მამაო, სამწუხაროდ ჩვენ და დრო ამოიწურა, მაგრამ ბოლოს მაინც რაც მიდოდა ის კომპასზე ისეთი რაღაცა თქვით, რომ თელ გადაცემად კი არა, აი თელ თვეთღირ და ძალიან დიდი მადლობა რა. თლიანად ერთიანში ძალიან ლამაზი და მაგარი რაღაცები თქვით, მაგრამ აი ეს კომპასზე რო თქვით, რომ აი მართლა ჩვენ რაც არ უნდა რყევები გქონდეს, როგორც კომპასი, აი პირდაპირ დგას ზეცისკენ და პირდაპირ აი ესე უნდა ვიყოთ ჩვენც, რომ პირდაპირ ღვთისკენ უნდა ვიყოთ. სულ მომართული კი, იმიტომ რომ პატარ-პატარა რყევები აუცილებლად იქნება ხოლმე და ეს გარდაუვალია. წმინდა ნიკოლოზი რო გადაყავდათ, მაშინაც იყო და რავი, პეტრეს და პავლეს და ესეთი ადამიანებს ერყეოდათ ისა ნავი და ის და ჩვენთანაც უნდა იყოს თუ გინდა რომ მაგათ გზაზე იარო რა. ეს ესეთი არის.
სამწუხაროდ ჩვენ და არის ეს მომენტი, იმიტომ რომ ეშმაკი ბობოქრობს და სულ არ უნდა რომ შენ აი რაღაცა შვიდათ იყოს, სულ უნდა რომ რაღაცა აგერიოს, მაგრამ ჩვენ ამით უნდა ვაჯობოთ, აი სწორად უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ ისეთი დარიგებებით, როგორც მამამ დაგვარიგა, მამა გიორგი ჩაჩავას. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ მამაო. ძალიან ბევრი ადამიანი წეგანაც ქუჩაში შეხვდა ქალბატონ გურული ვარო, გვარათო. და ისე მოგვეფერა, ჯერ მამაო რო დავინახეო, შორს მიდიოდა მამაო, მე უკან მოდიო, ვიფიქრეო სადაც მეც რომ ნახა ერთად და აი ესე უნდა ვახარებდეთ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრებით რა და მადლობა დიდი იმ ყველა მამაო, მადლობა ძალიან დიდი თქვენი მამაო არის 40 წლის მოდელი არის და ძალიან ბევრ ადამიანს გვერდში უდგას, იმიტომ რომ სასაფლაოს ეკლესიაზე მსახურობს და ბევრი ჭირისუფალი დადის და ბევრი ტკივილი და ის აქვს მოშუშებული და თანადგომ აქვს გამოცხადებული და მარტო ამიტომ მამაო ჩემგან ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებ და ყველასაგან პირადად და მადლობას გიხდით რომ ხართ მამაო. კარგად ზანდებოდეთ, ხვალ საღამოს 8:30 დაგვიბრუნდებით. სიურპრიზი მაქვს, კაი საინტერესო სტუმარი გვეყოლება სხვათა შორის და აუცილებლად იყავით. ხოლო ეს გადაცემები კვირა საღამოს გავა, საღამობით გავა აუცილებლად და ბედნიერებას გისურვებთ ყველას წარმატებები, პატიმრებს და იმათ განსაკუთრებით მოგიკითხავთ კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა. აი ბევრი წერილი ის მოდის, აი ძალიან ბევრი და მადლობას გიხდით იმისათვის უამრავი ადამიანი ხართ, რომლებიც ესე ხართ ჩემთან და მომიხსენიეთ. გთხოვ რომ სულ ვიყო რა რაღაცნაირად, ხო იცით ყველაფერს თავისი ის აქვს, ბრძოლები აქვს და სულ რო იყოს ეს გადაცემა და მეც რო აქ ვიყო. კარგად ზანდებოდეთ დროებით.